არა მარტო საქართველოში, არამედ დემოკრატიის მექაშიც კი დღემდე მსჯელობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღემდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა ანგარიში. დოკუმენტი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დაკითხვის სასტიკ მეთოდებს ასახავს. ეს არის ლაქა შეერთებული შტატების ისტორიაში. ასეთი მკაცრი შეფასება სენატმა დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს გამოუტანა. ამერიკულმა მედიამ გაასაჯაროვა 10 ყველაზე შემზარავი ამონარიდი ანგარიშიდან. დოკუმენტში, რომელსაც დიდხანს ელოდნენ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წამების მეთოდებია აღწერილი. საქმე 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პერიოდს ეხება. 180 საათი უძილობა და დამატებით წყლის ჭავლი. ეს ის მეთოდებია, რასაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ იყენებდა. ანგარიში სენატში დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დაიან ფაინსტაინმა წარადგინა. მოიძებნებიან ისეთებიც, ვინც იტყვის, შეხედეთ ამერიკელებმა რა გააკეთეს და ამით ბოროტმოქმედების გამართლებასაც ან ძალადობის წახალისებასაც შეეცდებიან. ჩვენ ამას ხელს ვერ შეუშლით, მაგრამ ისტორია განგვსჯის. ეს ანგარიში თაროზე სამუდამოდ შემოდებისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია. როგორც სენატის ანგარიშია აღნიშნული, არაადამიანურ მოპყრობასთან ერთად ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სასტიკ მეთოდებს უდანაშაულო ადამიანებიც ეწირებოდნენ. მათ შორის იყო შეზღუდული უნარების მქონე პირი, რომლის მეშვეობითაც დაზვერვის სააგენტოს მისი ძმისგან ინფორმაციის მიღება სურდა. ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი შეცდომების მიუხედავად დაკითხვის ხისტ მეთოდებს ამართლებს. ბრენანის თქმით, ამგვარად მრავალი ბოროტების პრევენცია და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სპეცსამსახურების მეთოდებს გაუმართლებელს უწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის წინამორბედის დამსახურებაც იყო სპეცსამსახურებისთვის სრული კარტ-ბლანში. სენატის დაზვერვის ანგარიში მოყვანილი ტაქტიკის ნაწილი სასტიკია. მნიშვნელოვანი იყო ანგარიშის გამოქვეყნება, რათა აღარ მოხდეს ანალოგიური შეცდომის განმეორება. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ქმედებების სხვადასხვა ორგანიზაციამაც გააკრიტიკა, მათ შორის გაერომდა Human Rights Watch-მა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ პირთა პასუხისგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს, რომლებიც წამების ბრძანებებს გასცემდნენ. შტატებში შიშობენ, რომ დოკუმენტების გასაჯაროებას ზოგიერთ ქვეყანაში აგრესიული რეაქცია მოყვება. ძალადობის პრევენციისთვის ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე პრაქტიკულად მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოება გამკაცრდა.